რას ხედავ ამ სურათზე? სავარაუდოდ სამკუთხედს, სინამდვილეში კი აქ სამკუთხედი საერთოდ არ არსებობს. შენი ტვინი თავად ქმნის მას, არა იმიტომ, რომ შეცდომას უშვებ, არამედ იმიტომ, რომ მას არასრული ინფორმაციების შევსება ძალიან უყვარს. და იცი სად აკეთებს ამას ყველაზე ხშირად ჩვენი ტვინი. ძალიან ბევრ სიტუაციებში, თუმცა ერთ-ერთი, სადაც ყველაზე ხშირად ვლინდება, არის ურთიერთობებში. აი მაგალითად, ვიღაც არ გპასუხობს შეტყობინებებზე, ზარზე თუ ასე შემდეგ. აქ ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ ის არ გპასუხობს. მაგრამ მერე იწყება ვარაუდები და რატომღაც ხშირად ნეგატიურ კონტექსტში, ალბათ გავაბრაზე, ალბათ აღარ ვაინტერესებ, ალბათ ჩემზე ნაწყენია და ასე შემდეგ. შესაბამისად ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ რეალობა კი არ გვაზიანებს, არამედ ის ისტორია, რომელსაც არასრული ინფორმაციისგან ჩვენი ტვინი ქმნის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენი დასკვნა მცდარია. თავარი იდეა ის არის, რომ არასრული ინფორმაციის დროს ჩვენი ტვინი უნებრივად ავსებს სიცარიელეს, ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ფაქტები და ინტერპრეტაციები. დამიწერეთ კომენტარებში თქვენც თუ დაინახეთ სამკუთხედი.